ისიც გაწყდა. და ეს არის ამისი გამაცეს. ობიექტივი არ იმაგისება. კი, მარა რა ვქნა, აბა. ავარია მოხდა ძლიერი ქარის გამო და დიღომი 1, დიღომი 2 ხაზი დაზიანდა 100 კილოვოლტიანი გაწყვეტილია, როგორც ხედავთ, მიმდინარეობს სამუშაოები, დაახლოებით გათიშულია 24000 აბონენტი, ზუსტად რო ვთქვათ 23800 აბონენტია გათიშული, მათ შორის არის რესტორნები, საავადმყოფოები, სასამართლო, საპატრულო პოლიცია, მაგრამ დღის ბოლომდე სამუშაოები მიმდინარეობს და აღდგენილი იქნება ელექტროენერგიით მომარაგება. სარეზერვოები ჩაირთვება, ხვალ კიდევ დროებით შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება და სრულად იქნება აღდგენილი. არის ორი ტიპის გამოძახება, ძირითადად არის სახლების სახურავების გადმოშლა და არის ხის წარწერები, რომლებმაც შექმნეს ზოგან საცობები და ზოგან ესეთი მდგომარეობა, რომ იქ აუცილებლად უნდა მოჭრილიყო ხეები და განთავისუფლებული იყო სავალი ნაწილები. გაძლიერებულ რეჟიმზე ვართ. ქარი ნარჩუნდება თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში. უკვე ამ საღამოდან ეს ცივი ჰაერის მასები საქართველოს ტერიტორიას მთლიანად იკავებს, ამიტომ ნალექი შეწყდება, ქარის ძალა შესუსტდება და უკვე დილის საათებში ქარი შესაძლებელია უკვე ჩადგომისკენ წავიდეს აღმოსავლეთ საქართველოში. 19-ში დღისით ჰაერის ტემპერატურა მომატებას დაიწყებს, ქარი არ არის მოსალოდნელი, არც ნალექი და ესეთი შედარებით თბილი ამინდები შენარჩუნდება 23-მდე უმეტესად უნალექოდ.